კომპანია OpenAI წარადგინა ChatGPT-ის ახალი ვერსია GPT-4.5, რომელიც როგორც OpenAI-ში აღნიშნავენ, უფრო დახვეწილად მუშაობს და ნაკლებ შეცდომას უშვებს. განსაკუთრებით ეს ვერსია მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მათთვის, ვინც წერს კოდს და დაკავებული არის პროგრამირებით. ასე აღნიშნავენ OpenAI-ის ინჟინრები, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ მოდელზე მუშაობა, რადგან მანამდე ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა გაუჩნდა მოდელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროგრამისტებისთვის ეს ხელოვნური ინტელექტი, რადგან მანამდე უშვებდა ბევრ შეცდომას. კომპანიის შიგნით ამ მოდელს ეწოდება ორიონი და როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამაზე მუშაობა, რადგან თავდაპირველად ჰქონდა ბევრი ხარვეზი, მაგალითად ძალიან უჭერდა მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე წყაროების გამოყენება, ისეთი წყაროების, რომელიც აქამდე ინტერნეტში არ გამოყენებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს განვითარებული და დახვეწილი, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება უფრო მეტად დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნან და წარუდგინონ საზოგადოებას. GPT-ის ეს ვერსია 4.5 ხელმისაწვდომი არის ამჟამად ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის, პროგრამისტების და ასევე მათთვის, ვისაც ფასიანი ChatGPT Plus-ი აქვს გამოწერილი, მოგვიანებით სავარაუდოდ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეებისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ კომპანია OpenAI-ში. კომპანია OpenAI არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და წარმატებული კომპანია, რომელმაც წარუდგინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული chatbot ChatGPT, თუმცა მიმდინარე წელს ის სერიოზულ კონკურენციას დაეჯახა ჩინური სტარტაპის DeepSeek-ის სახით, რომელმაც გამოუშვა ასევე chatbot-ის მოდელი R1 და მიმდინარე წლის იანვარში ნამდვილი შოკი გამოიწვია DeepSeek-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მილიარდობით დოლარი დააკარგვინა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ამერიკულ კორპორაციას NVIDIA-ს, რომელიც აწარმოებს ჩიპებს. არაერთი ინვესტორი ამბობს, რომ DeepSeek-ი ფაქტობრივად ისევე მუშაობს როგორც ChatGPT, თუმცა მისი წარმოება გაცილებით უფრო იაფი ღირს, შესაბამისად ურჩევნიათ ჩადონ ინვესტიცია DeepSeek-ში. ამასთან დაკავშირებით კომპანია OpenAI-ში მისი ხელმძღვანელი სემ ალტმანი აცხადებდა, რომ არ არის პრობლემა და კარგია ჩანსახი კონკურენცია, თუმცა ამავდროულად OpenAI-ში, როგორც ცნობილი არის, დაიწყეს გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ეჭვი, რომ ჩინური სტარტაპი OpenAI-ისგან იპარავს მოდელებსა და ინფორმაციას, დაზუსტებით ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც უკვე გითხარით, OpenAI ცდილობს დაიკავოს და გამყარდეს როგორც წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტით. სწორედ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც დაიწყო OpenAI მიმდინარე წლის იანვრიდან, არის 500 მილიარდი დოლარის ოდენობის პროექტი, რომლის საშუალებითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა განვითარდეს AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია.